ყოველი ჩვენგანი, ვისაც მანქანა გვყავს, შეთავსებით ახლობლებისთვის მძღოლიც არის. ახლა ქუთაისის აეროპორტში მივდივარ, ჩემი დადა დიშვილები უნდა ჩამოფრინდნენ და მათ უნდა დავხვდე. ტაქსი არ ეკადრებათ, მე უნდა ვიყო ტაქსის მძღოლი. აი ასე გადაწყვიტეს. იმათ და დედაჩემმა, იქეთ ლეჩხუმში. ლარნაკადან თვითმფრინავი ჩამოფრინდა. ესე იგი მალე გამოვლენ. ლარნაკას რეისი ჩამოფრინდა და ველოდები ჩემი დის და დიშვილების გამოსვლას. ოღონდ დარწმუნებული ვარ, ეს ჩართული კამერით დახვედრა არის სიამოვნებად, დაიჯღანებიან. ჩემი და რაღაც ნაძალადებ ღიმილს გადაიკრავს სახეზე. ვნახოთ ჩემი ვარაუდი თუ გამართლდება. და აი ისინიც, ჩემი ვარაუდი გამართლდა. ჩემსკენ არც იხედებიან, წესიერად. ჩემ ადამ ნაცნობი იპოვა აქ. მე ყურადღება საერთოდ არ მაქცევს. სახეზე ნაძალადევი ღიმილი აქვს, დიდი ალბათობით ამ პაპარაცობას არ მაპატიებს. აბა როგორ დაისვენეთ? გადასარევად, ძალიან კარგად. თქვენ ბავშვებო? არა გასვენს. ღმერთმანი მოგცეთ ასეთი სიტყვა ძუნწი რესპონდენტები. დიდი ალბათობით ლეჩხუმში საკმაოდ გვიან მოგვიწევს ასვლა შებინდებულზე. ამჯერად თია არის ჩემი მძღოლის როლში. მთელი გზა ხოცავენ ერთმანეთს, დროებითი ზავი ქონდათ, არ მოტყუდეთ. მანქანა ზანზარებს ისეთ დღეშია. უკანეს ორი ვეშაპირო იბრძვის. ასე ხდება ჩემს დიშვილებს ტობი. ეს კარი გაუღე. კალა. შეუვარდი.